ბიზნესი, ბიზნესმენები და მათ უკან არსებული პოლიტიკური ინტერესები კონკრეტული ადამიანებით. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბიზნეს სექტორზე წნეხი გრძელდება. ერთ-ერთი, ვინც საჯარო მოწოდებით და აქტიურობით გამოირჩევა, გიორგი ქადაგიძეა, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი. ის აქციაზე დაზარალებულებისთვის ფონდების შექმნას ითხოვს. მმართველი გუნდი ბიზნესზე მოქმედებაში ადანაშაულებს მამუკა ხაზარაძესაც, თუმცა მათივე თქმით ხაზარაძეს ეს მცდელობა არ გამოუვა. ყველა ბიზნესი იღებს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ბიზნესის მხრიდან. 1000 ბიზნეს სტრუქტურა აწერს ხელს მოთხოვნაზე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენი ასე ვთქვათ, გამორჩეული ნიშა ჩვენი ხელისუფლების არის ის, რომ ჩვენ ბიზნესს თავაზობთ თავისუფლებას. ეს არის 2012 წლიდან ცალსახად განცხადებული, რეალიზებული და ამის შესახებ საზოგადოებამაც, ბიზნესმაც და თელმა მსოფლიოებმა ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის ვერ ღალატობს იმ ტრადიციას, რაც მას და მის საყვარელ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლამდე ქონდა, ეს იყო ზეწოლა ბიზნესზე, ზეწოლა მეწარმეებზე, ამ ტრადიციით და ამ ასე ვთქვათ გამოცდილებით სარგებლობს. დღესაც ხაზარაძე აბულინგებს ბიზნესს, ცდილობს რომ დესტრუქციულ ღრელსებზე გადაიყვანოს, არ გამოუვა ეს ყველაფერი, ვიცით რომ ბევრი ტყუილია, ის რაც ხაზარაძესთან მიმართებით, ხაზარაძე ავრცელებს ზოგადად და მისგან ბიზნესი ისმენს, ბიზნესმა ძალიან კარგად იცის, ასე რომ ამ კუთხით ვერც ეს მცდელობა რადიკალიზაციის ცხადია მათ ვერ გამოუვათ. თუ ხაზარაძე რაიმეს გაიმეტებს, რომელიმე ბანკირი, გილაური და სხვაები რაიმე თანხებს, რომლებიც ამ ქვეყანას ოპარეს თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, როცა ადამიანებს ბიზნესზე სარწმუნდნენ, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ კარგი იქნება, მაგრამ ის რომ დღეს ასეთი განცხადებები კეთდება და ამის უფლება აქვს და საშუალება აქვს და საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ სწორედ ამით განსხვავდებით ნაციონალურ მოძრაობისგან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის მხოლოდ თავისუფალია ბიზნესის კეთება, არამედ მთავარია და თავისუფალია ბიზნესის საქმიანობა. საქართველოში ბიზნესმა ძალიან კარგად იცის მისი თავისუფლების პირობებში და დღეს ყველაზე თავისუფალია საქართველოში ბიზნესი, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ვინაიდან საქართველოში ბიზნესების სოციალური პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის ამ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის, ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის და სამწუხაროა, რომ ის ადამიანები აკეთებენ ბიზნესზე, ასე ვთქვათ, ბულინგის სახის განცხადებებს, რომლებიც მანამდე სხვადასხვა ფორმით არაერთხელ ძალაუფლების ყოფნის პერიოდში არაერთხელ გამოირჩეოდნენ ბიზნესზე ზეწოლით და ისინი თვლიან, რომ ახლა შესაძლოა მათ ძალაუფლება არ აქვთ, რომ ასე ვთქვათ, პირდაპირ მოახდინონ ბიზნესზე ადმინისტრაციული ზეწოლა და ახლა ცდილობენ, რომ გარკვეული განცხადებებით მოახდინონ რაიმე ფორმის გავლენა ბიზნესზე.